ტელესკოპების წვლილი კოსმოსის შესწავლაში უზარმაზარია. ფაქტობრივად, ასტრონომიის მთელი თანამედროვე ისტორია ტელესკოპებს ეხება. მათი მნიშვნელობა შეიძლება რამდენიმე ძირითად მიმართულებად დავყოთ. პირველი ეს არის გაფართოება, ხედის, უფრო შორს, უფრო ზუსტად. ხედვა მხოლოდ ხილულიდან მთელ ელექტრომაგნიტურ სპექტრამდე, ანუ შეუიარაღებელი თვალისათვის უხილავამდე. ეგზოპლანეტების აღმოჩენა, სიცოცხლის ძიება, დედამიწის დაცვისა და საშიშროების პროგნოზირების მნიშვნელობა. ტელესკოპები არის ჩვენი თვალი კოსმოსში. მათ გარეშე არ გვეცოდინებოდა არც სამყაროს ასაკი, არც სტრუქტურა, არც შავი ხვრელები, არც სხვა პლანეტები, არც ის, თუ სად ვიმყოფებით სამყაროს მასშტაბით. ისინი თანამედროვე ასტროფიზიკისა და კოსმოლოგიის ფუნდამენტური ინსტრუმენტია. ადამიანის თვალი მხოლოდ მცირე რაოდენობის ვარსკვლავს ამჩნევს. ტელესკოპები კი სინათლის შეგროვებით მილიონჯერ სუსტ წყაროებსაც გვაჩვენებს. მათი მეშვეობით აღმოვაჩინეთ მილიარდობით გალაქტიკა, დავინახეთ შორეული ობიექტები, რომლებიც სამყაროს ადრეულ ეტაპებს ასახავს. გაიზარდა სამყაროს ასაკისა და ზომის შეფასების სიზუსტე. კოსმოსის დიდი ნაწილი უიარაღო თვალით უხილავია. თანამედროვე ტელესკოპები მუშაობენ ინფრაწითელ, ულტრაისფერ, რენტგენულ და გამმა სხივების დიაპაზონებში. ეს გვაძლევს ინფორმაციას ისეთი პროცესების შესახებ, რომელთა ხილული სინათლის დანახვა შეუძლებელია. შავი ხვრელები, ნეიტრონული ვარსკვლავები, აქტიური გალაქტიკური ბირთვები, ობიექტების ქიმიური შემადგენლობა და ტემპერატურა. ტელესკოპებმა შესაძლებლობა მოგცა გაგვეგო გალაქტიკების ფორმირებისა და განვითარების პროცესების შესახებ. დაგვედგინა, რომ სამყარო ფართოვდება. ეს არის ჰაბლის დაკვირვებები. შეგვესწავლა ბნელი მატერიისა და ბნელი ენერგიის ეფექტები. გაგვეგო პლანეტების ფორმირების მექანიზმების შესახებ. თანამედროვე მაღალი სიზუსტის ტელესკოპები, მაგალითად კეპლერი, ტესი, ჯეიმს ვები, ხელს გვიწყობს სხვა ვარსკვლავების გარშემო მოძრავი პლანეტების აღმოჩენაში, მათი ატმოსფეროს შემადგენლობის შესწავლაში, ბიოხელწერების შესაძლო პოვნაში. ბიოხელწერა კი შეგახსენებთ, ეს არის სიცოცხლის მიერი არსებების მიერ დატოვებული ტექნიკური კვალი. ტელესკოპები ასევე აკვირდებიან ასტეროიდებისა და კომეტების გზებს, აფიქსირებენ მზის აქტივობას, კოსმოსურ ამინდს, გვეხმარებიან სატელიტების მართვასა და კოსმოსში გაფანტული მეტეორიტებისა და მეტეორების კონტროლში. შესწავლისთვის მოკლედ რომ ვთქვა, უდიდეს საქმეს ასრულებენ. ახლა უფრო ვცლად ტელესკოპების ისტორიისა და თანამედროვე დანიშნულების შესახებ. გავიხედოთ დიდ ლინზაში. ეს არის პირველი ტელესკოპი. ის გამოიყენა გალილეო გალილეიმ 1609 წელს, რათა აღმოეჩინა იუპიტერის 4 უდიდესი მთვარე და პირველად დაემტკიცებინა, რომ დედამიწა სამყაროს ცენტრი არ იყო. და ეს არის ჯეიმს ვების ტელესკოპი. ის კოსმოსში 2021 წელს გაუშვეს და შორეული გალაქტიკების, დიდი აფეთქების და სამყაროს ჭეშმარიტი საწყისების გამოსაკვლევად გამოიყენება. ამ ორ ქმნილებას შორის გასულია 400 წელზე მეტი. ტელესკოპის, როგორც კოსმოსის კვლევის ინსტრუმენტის ევოლუცია, განაპირობა ჩვენმა დაუოკებელმა ცნობისმოყვარეობამ, იმის მიმართ, თუ რა იმალება ვარსკვლავების მიღმა. ტელესკოპის ნამდვილი საწყისები ცოტა ბუნდოვანია, მაგრამ ვიცით, რომ ყველაფერი ნიდერლანდებში დაიწყო 1600-იანი წლების დასაწყისში, ჰოლანდიელი სათვალეების მწარმოებლის, სახელად ჰანს ლიპერშეის მიერ. ის ექსპერიმენტებს ატარებდა სხვადასხვა სახის ლინზების ერთმანეთზე დაწყობის იდეაზე, რათა გამადიდებელი ეფექტი შეექმნა. მისი შექმნა წარმოუდგენლად მარტივი იყო. ხის მილში ჩასმული 2 შუშის ლინზა. მილის წინა ლინზა ამოზნექილია. სინათლის სხივები ლინზაში პარალელური ხაზებით შემოდის. შემდეგ ლინზის გამრუდება ამ ხაზებს ცენტრისკენ ხუნავს, სანამ ისინი ერთ წერტილში არ იყრიან თავს. ამას რეფრაქცია, ანუ სხივის გარდატეხა ეწოდება. თუ ოდესმე გამოგიყენებიათ გამადიდებელი შუშა, მზის სხივების ერთ პატარა წერტილში კონცენტრირებისთვის, სადაც ის საგმარისად ცხელდება ცეცხლის გასაჩენად. ზუსტად ამას აკეთებს ჩვენი ტელესკოპის პირველი ლინზა. ამ დიზაინის ჯანდოსნობა იწყება მაშინ, როდესაც მილის უკანა მხარეს მეორე ლინზას, იგივე ოკულარს ამატებთ. ეს ლინზა პირიქით ჩაზნექილია. ტელესკოპის მუშაობისათვის ოკულარი უნდა განლაგდეს ზუსტად იმ ადგილას, სადაც წინა ლინზიდან მომავალი სინათლის ყველა სხივი ერთ წერტილში იყრის თავს. როდესაც სინათლე უკანა ლინზას ხვდება, გამრუდება ყველა ამ ხაზს ისევ ასწორებს. ასე რომ პირველი ლინზა აგროვებს სინათლეს და მას შეკუმშავს. შემდეგ მეორე ლინზა იჭერს ამ სინათლეს და შორს ჭიმავს, რათა თვალში ბევრად დიდი გამოსახულება დააპროექციროს. ასე მუშაობს ტელესკოპი.
ის ადრეული ჰოლანდიური ტელესკოპები დაახლოებით 3-ჯერად გადიდებას ქმნიდა, რაც სასარგებლო იყო ზღვაში გემების დასანახად, მაგრამ ღრმა კოსმოსს ვერ აგვირდებოდით. აი, აქ შემოდის გალილეო. ის საკმაოდ ჭკვიანი პიროვნება იყო, რომელიც იტალიაში 1564 წლიდან 1642 წლამდე ცხოვრობდა და ზოგადად თანამედროვე მეცნიერების მამად ითვლება. მაგრამ მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომი ასტრონომიის სფეროში ეს ისაა, რის გამოც დიდ უსიამოვნებაში გაეხვია კათოლიკურ ეკლესიასთან და საბოლოოდ ტყვეობაში გარდაიცვალა. 1609 წელს გალილეომ დაიწყო იმის გაგება, თუ რას აკეთებდნენ ჰოლანდიელები თავიანთი გამოდიდებელი მილებით. ორიგინალური დიზაინის უნახავად გალილეომ მოახერხა საკუთარი ვერსიის აგება, თანაც სულ რამდენიმე დღეში. ოღონდ გალილეოს ტელესკოპს 20-ჯერადი გადიდების მიღწევა შეეძლო. მაშინ როცა ჰანსის მსგავსი ჰოლანდიელები ჩვეულებრივი სათვალეებით თამაშობდნენ, გალილეოს ჰქონდა იმის ფუფუნება, რომ შეერჩია უფრო დიდი და მაღალი ხარისხის შუშის ნაწილები. შემდეგ კი ლინზები ძალიან ფრთხილად, ზუსტი გამრუდებების მისაღებად მოემზადებინა. როდესაც გალილეომ პირველად მიმართა თავისი ლინზა ღამისისკენ, მან წარმოუდგენელი აღმოჩენების გაკეთება დაიწყო. როდესაც მთვარეს შეხედა, გალილეო გაუგონდა. მან ნათლად დაინახა, რომ ის მთებითა და კრატერებით იყო დაფარული. ეს უკვე არ ღვევდა სამყაროს შესახებ იმჟამად დამკვიდრებულ ცოდნას, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნეში ფილოსოფოსმა არისტოტელემ ჩამოაყალიბა. ის ამბობდა, რომ მზე და მთვარე სრულყოფილი სფეროები იყო, რომლებიც ციური მასალისგან, ეთერისგან შედგებოდა. მაგრამ ახლა გალილეო საკუთარი თვალით უყურებდა მთვარის ზედაპირს და ხედავდა, რომ ის სინამდვილეში უბრალოდ დიდი კლდე იყო, რომელიც მთებითა და ხეობებით იყო დაფარული. ის იყო უხეში და არათანაბარი, ისევე როგორც დედამიწის ზედაპირი. როდესაც კაცობრიობის კოსმოსში მოგზაურობაზე ვსაუბრობთ, სინამდვილეში იმაზე ვსაუბრობთ, თუ რამდენად მყიფე და არაჩვეულებრივია ჩვენი არსებობა. ეს ალბათ საკმაოდ თავზარდამცემი გამოცხადება იყო, მაგრამ შემდეგ გალილეომ უფრო ღრმად დაიწყო კოსმოსში ხედვა. მან თავისი ტელესკოპი იუპიტერისკენ მიმართა, მიუხედავად იმისა, რომ მას ჯერ კიდევ არ ჰქონდა საკმარისი გადიდება პლანეტის დეტალურად დასანახად. მან შეძლო იმის ამოცნობა, რომ დიდ პლანეტას გარს 4 პატარა სინათლის წერტილი ერტყა. როდესაც ის აგრძელებდა ამ 4 სინათლის დაკვირვებას რამდენიმე დღისა და კვირის განმავლობაში, მიხვდა, რომ ისინი იყვნენ სატელიტები, რომლებიც იუპიტერის გარშემო ორბიტაზე მოძრაობდნენ, ისევე როგორც ჩვენი მთვარე დედამიწის ირგვლივ. ეს აღმოჩენა კიდევ უფრო გიჟური იყო, რადგან არისტოტელეს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ დედამიწა იყო სამყაროს ცენტრი და ყველა სხვა ციური სხეული მის გარშემო ბრუნავდა და რადგან ეს იყო გაბატონებული თეორია იესო ქრისტეს დროინდელ პერიოდში, ის საბოლოოდ ჩაიწერა ბიბლიაში და არსებითად რელიგიურ რწმენად იქცა, რომ დედამიწა იყო სამყაროს ცენტრი. მაგრამ გალილეო თავისთვის ფიქრობდა, რომ თუ ეს პატარა სხეულები მართლაც იუპიტერის გარშემო ბრუნავენ, მაშინ სამყაროში ჭეშმარიტი უნდა იყოს ის, რომ პატარა ობიექტები უფრო დიდი ობიექტების გარშემო ბრუნავენ, რაც ნიშნავს, რომ მთვარე დედამიწის გარშემო ბრუნავს. მაგრამ ამ შემთხვევაში ეს იმასაც უნდა ნიშნავდეს, რომ თავად დედამიწა მზის გარშემო ბრუნავს. ამან გალილეოს საკუთარი ახალი თეორიისკენ უბიძგა, რომ მზე იყო სამყაროს ცენტრი და ყველაფერი მის გარშემო ბრუნავდა. ასე რომ ის ჯერ კიდევ სრულად არ იყო მართალი, მაგრამ სიმართლე თან ბევრად უფრო ახლოს მივიდა, ვიდრე ვინმე გალილეომდე. კათოლიკურ ეკლესიას ეს არ მოეწონა, რადგან ბიბლია ასე არ ამბობდა. საბოლოოდ ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ გალილეო წარდგა რომაული ინკვიზიციის, ფაქტობრივად უზენაესი სასამართლოს წინაშე, სადაც ის მკვეთრად ეჭვმიტანილად ცნეს ერესში. შედეგად, შუა საუკუნეების უდიდესმა მეცნიერმა თავისი სიცოცხლის ბოლო 10 წლეული შინა პატიმრობაში გაატარა, სადაც მას მაინც შეეძლო წიგნების წერა და მეცნიერების ახალი ფორმების გამოგონება, მაგრამ მისმა სოციალურმა ცხოვრებამ საკმაოდ დიდი დარტყმა მიიღო. იმის ნახვის შემდეგ, რაც გალილეოს დაემართა, გასაკვირი არ არის, რომ მისი კოლეგა ასტრონომები თავს იკავებდნენ მზის ცენტრული მოდელის სინამდვილეს დათანხმებოდნენ. ხოლო მას შემდეგ, რაც სერ ისააკ ნიუტონი გამოჩნდა 1680-იან წლებში თავისი გრავიტაციის თეორიით, აღიარეს სამეცნიერო საზოგადოებაში მზის სისტემის ჭეშმარიტი ბუნება. რაც შეეხება ისააკ ნიუტონს, მას ტელესკოპების აგების შესახებ საკუთარი იდეები ჰქონდა. ნიუტონს გაუჩნდა იდეა, რომ შუშის ლინზების ნაცვლად სარკეები გამოეყენებინა. ამან დასაბამი მისცა ამრეკლ ტელესკოპს.
ისევ ხის მილით ვიწყებთ, ოღონდ ეს მილი წინა მხარეს ფართოდ ღიაა. მილის ძირში სარკეს ვათავსებთ. ესეც ოდნავ მოღუნული უნდა იყოს, როგორც არაღრმა თასი. ეს მოღუნვა სარკეს საშუალებას მისცემს, ზუსტად ამოზნექილი ლინზასავით იფუნქციონიროს. ის სინათლის ყველა სხივს მილის შუაში ერთ წერტილში მოაქცევს და სწორედ იქ ვათავსებთ მეორე სარკეს. ეს უკანასკნელი ზედაპირზე ბრტყელია და როგორც წესი დიაგონალური კუთხით არის დაყენებული, რათა ფოკუსირებული შუქი მილის გვერდი და კედელზე გადაისროლოს. იქ არის დაყენებული თვალის ოპტიკა, ოკულარი. და ზუსტად ისევე როგორც გარდამტეხ ტელესკოპში, ოკულარს აქვს ჩაზნექილი შუშის ელემენტი, რომელიც აიღებს სარკიდან კონცენტრირებულ შუქს და გაშლის მას დიდ გამოსახულებად, რომელიც მაყურებლის თვალის კაკალზე პროექცირდება. ამბრეკლი ტიპის ტელესკოპის უპირატესობა ძირითადად დაბალ ფასსა და გამოყენების სიმარტივეშია. მართლაც, ფართო შუშის ლინზის დამზადება ძალიან რთულია და მაშინაც კი თუ ასეთი ლინზის დამზადება შესაძლებელი იქნება, ის წარმოუდგენლად მძიმე იქნებოდა. ასე რომ ეს პრაქტიკული არ არის. ამის საპირისპიროდ მოღუნული სარკის დამზადება არც ისე რთულია და საკმაოდ მსუბუქიც იქნება. ამიტომ ამბრეკლმა ტელესკოპმა ასტრონომია ხელმისაწვდომი გახადა და დიზაინერებს საშუალება მისცა უკიდურესად ფართო ტელესკოპები შეექმნათ, რაც უფრო ფართოა სარკე, მით მეტ სინათლეს შეაგროვებს ის, რაც შესაძლებელს ხდის შეუიარაღებელი თვალით უხილავი ობიექტები დავინახოთ, როგორიცაა შორეული ვარსკვლავები და galaktikები. მე-17 და მე-18 საუკუნეების განმავლობაში ინჟინრები აგრძელებდნენ როგორც გარდამტეხი, ისე ამრეკლი ტელესკოპების დიზაინის განვითარებას. მიუხედავად იმისა, რომ ამრეკლი ტელესკოპების აგება უფრო პრაქტიკულია, მათ აქვთ გამოსახულების ხარისხთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემები. ძირითადად იმიტომ, რომ მეორადი სარკე მილის შუაში მდებარეობს, ის არღვევს სინათლეს და ამცირებს გამოსახულებების საერთო სიცხადეს. სწორედ აქ ინარჩუნებს უპირატესობას გარდამტეხი ტელესკოპი. მათი შუშის ლინზები აღწევენ სიმკვეთრესა და კონტრასტის უმაღლეს დონეს, რაც ასტრონომებს საშუალებას აძლევს დაინახონ ჩვენი მზის სისტემის პლანეტებისა და მთვარეების დეტალები. სამწუხაროდ, შუშის ლინზებით შესაძლებლობებს მკაცრი ზღვარი აქვს. უილიამს ბეიში, ვისკონსინში მდებარე იერქსის ობსერვატორიაში არის ოდესმე აგებული ყველაზე დიდი გარდამტეხი ტელესკოპი. ის 1897 წელს აიგო და მისი ძირითადი ლინზის დიამეტრი 40 ინჩია, ანუ 1 მეტრი. მხოლოდ ეს ლინზა იწონის 225 კილოგრამს. ტელესკოპი მე-19 საუკუნის გვიანი პერიოდის საინჟინრო შედევრად ითვლება. მას შემდეგ მსგავსი არაფერი უცდიათ და საბარაუდოდ აღარც არასოდეს ეცდებიან. ამან კარგად უნდა მიგახვედროთ თუ რატომ გაიმარჯვა საბოლოოდ სარკეებზე დაფუძნებულმა ამრეკლმა ტელესკოპებმა. მე-19 საუკუნეში აგებული ყველაზე დიდი ტელესკოპი ცნობილი იყო როგორც პარსონსთაუნის ლევიათანი. ის ირლანდიაში მდებარეობდა და აღჭურვილი იყო 72 ინჩის, ანუ 1.83 მეტრის სიგანის ძირითადი სარკეთი. თავად მილი იყო 56 ფუტის სიგრძისა და დამაგრებული იყო 2 ფუტიან ქვის კედელს შორის. ტელესკოპის მოძრაობას აკონტროლებდა ჯაჭვების, თოკებისა და ჭოპორტების სისტემა, რაც ოპერატორებს საშუალებას აძლევდა მარტივად მიემართათ ის ცის ნებისმიერ წერტილში. ამ ტელესკოპით ჩვენ შემძერით პირველად და გარკვევით დაგვენახა სხვა galaktikების სპირალური სტრუქტურები, როგორიცაა მორების galaktika, Whirlpool Galaxy და კიბორჩხალას ნისლეული Crab Nebula. მაშინ მათ ზუსტად არ იცოდნენ, რას ხედავდნენ. ზოგადი კონსენსუსი იყო, რომ ესენი ალბათ მტვრის დიდი ღრუბლები იყო, რომლებაც საინტერესო ფორმები მიიღეს, მაგრამ იდეამ დაიწყო გაჩენა, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო კუნძული სამყაროები, რაც ნიშნავს, რომ ღრუბლები შეიძლება ყოფილიყო წარმოუდგენლად დიდი და წარმოუდგენლად შორს და ისინი მტვრისგან კი არა, ვარსკვლავებისგან შედგებოდა. სწორედ აქ დაიბადა თანამედროვე ასტრონომია, როგორიც ჩვენ ვიცით. ეს მოხდა 1900-იანი წლების დასაწყისში, როდესაც კალიფორნიაში ასტრონომთა ჯგუფმა დაიწყო დაკვირვების შეთავსება სამეცნიერო მეთოდთან. შესაძლოა მათ შორის ამ კაცს იცნობდეთ, Edwin Hubble-ს. ეს ჯგუფი იწყებს გიგანტური ტელესკოპების ინტეგრირებას ლაბორატორიულ ობიექტებთან. აქედან მოდის ობსერვატორია. Mount Wilson-ის ობსერვატორია მდებარეობს ლოს-ანჯელესის ჩრდილოეთით, თეფში. 1917 წელს მათ დაასრულეს მუშაობა ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტელესკოპზე, 100 ინჩიან რეფლექტორზე. მას 3 წლეულის განმავლობაში ეკავა მსოფლიოში უდიდესი ტელესკოპის ტიტული. ამ პერიოდში მოხდა ყველაზე მნიშვნელოვანი ასტრონომიული აღმოჩენები, განსაკუთრებით ჩვენი მეგობარი Edwin Hubble-ის წყალობით. 1923 წელს ჰაბლმა ტელესკოპი მიმართა ანდრომედას ნისლეულის სახელით ცნობილ გიგანტურ გაზის ღრუბელს და შეამჩნია რაღაც ძალიან საინტერესო. მან ღრუბელში ძალიან უნიკალური ტიპის ვარსკვლავის აღმოჩენა შეძლო.
მას ცეფეიდის ცვალებადი ვარსკვლავი ეწოდება. ისინი განსაკუთრებულნი არიან, რადგან კაშკაშადან მკრთალში გადასვლის რეგულარულ განმეორებად პულსაციას ავლენენ, რაც შედარებით სწრაფად დღეების ან კვირების განმავლობაში ხდება. თავად ვარსკვლავი ფაქტობრივად იზრდება და მცირდება, ასე რომ ამ პულსაციის სიჩქარის გაზომვით ასტრონომებს შეუძლიათ დაადგინონ ვარსკვლავის რეალური სიკაშკაშე. ძირითადად, რაც უფრო ნელია პულსაცია, მით უფრო კაშკაშაა ვარსკვლავი. პულსაციის გაზომვით ჰაბლმა იცოდა, რომ ეს ვარსკვლავი წარმოუდგენლად კაშკაშა უნდა ყოფილიყო, სადაც არ უნდა მდებარეობდეს სამყაროში. მაგრამ მის ტელესკოპში ის წარმოუდგენლად მკრთალი ჩანდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ის წარმოუდგენლად შორს უნდა ყოფილიყო. ჰაბლის მიერ გამოტანილი დასკვნა იყო, რომ ანდრომედა უბრალოდ ღრუბელი ვერ იქნებოდა. ეს იყო ვარსკვლავების გიგანტური სისტემა და ის იმდენად შორს იყო, რომ აუცილებლად უნდა ყოფილიყო სრულიად განცალკევებული ჩვენი ვარსკვლავების სისტემისგან. ეს იყო პირველი მტკიცებულება კუნძული სამყაროების სასარგებლოდ, რომლებიც მოგვიანებით galaktikების სახელით გახდა ცნობილი. ანდრომედა ჩვენ სირმის ნახტომთან ან მეორე სახელით რძის გზასთან ყველაზე ახლოს მდებარე galaktikაა. ამიტომ მისი შემჩნევა ყველაზე ადვილი იყო, მაგრამ მას შემდეგ რაც ჰაბლმა დაადგინა ამ ობიექტების იდენტიფიცირების მეთოდი, მან ბევრად მეტის აღმოჩენა დაიწყო. galaktikები ყველა მიმართულებით იყო, სამყაროს ჭეშმარიტი მასშტაბი ნელ-ნელა იკვრებოდა. მაგრამ კიდევ ერთი დიდი აღმოჩენა უნდა გაკეთებულიყო, რადგან ჰაბლმა ასევე შენიშნა, რომ ყველა ეს galaktika მოძრაობდა და ისინი ჩვენსას შორდებოდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ სამყარო არ არის სტაციონალური და არ მოძრაობს როგორც ერთი მტევანი. ასე რომ ის ფაქტობრივად გარე მიმართულებით უნდა ფართოვდებოდეს. და თუ სამყარო ამჟამად ფართოვდება, ეს ნიშნავს, რომ ერთ დროს ყველა ეს galaktika უფრო ახლოს უნდა ყოფილიყო ერთმანეთთან. ჰაბლს არ გამოუგონია დიდი აფეთქების თეორია. ეს იყო ლამეტრის დამსახურება, მაგრამ ჰაბლის შესანიშნავმა დასკვნამ დაემტკიცებინა სამყაროს გაფართოება, სანდოობამიან ნიჭად დიდ აფეთქებას და განამტკიცა ის, როგორც ჩვენი წამყვანი თეორია სამყაროს წარმოშობის შესახებ. ამ მომენტიდან ტელესკოპის ევოლუცია ორი მიმართულებით გაგრძელდა. რა თქმა უნდა, ერთი მიმართულება ზომა იყო, რაც უფრო ფართოა, მით უკეთესია. საბოლოოდ 100 ინჩიანი რეფლექტორი 200 ინჩიანმა რეფლექტორმა ჩაანაცვლა და ასე შემდეგ. მაგრამ ასევე მოხდა რევოლუცია სამეცნიერო ინსტრუმენტებში, რომელთა ინტეგრირება ამ ტელესკოპებთან გახდა შესაძლებელი. ახლა ჩვენ ვიწყებთ ისეთი სინათლის დანახვას, რომელიც ადამიანის თვალის შესაძლებლობებს აღემატება. ეს ლაბორატორიული გამოგონებები იძლევა ულტრაისფერი და ინფრაწითელი სინათლის, ასევე ბევრად უფრო რთული რაღაცების, როგორიცაა რადიოტალღები და მიკროტალღები, აღმოჩენის საშუალებას. ამრეკლი ტელესკოპის ზოგადი დიზაინი იგივე რჩება, მაგრამ ამ დაკვირვებების მხარდამჭერი ტექნოლოგია რადიკალურად იზრდება კომპიუტერული ეპოქის დადგომასთან ერთად. სანამ საბოლოოდ არ მივახცევთ იმ ზღვარს, რისი გაკეთებაც დედამიწაზე დაფუძნებულ ტელესკოპს შეუძლია. კოსმოსში ჩვენ გადავდივართ შემდეგ ლოგიკურ ნაბიჯზე. მოდი ვისაუბრებ იმ მიზეზებზე, თუ რატომ შეიძლება დაგვჭირდეს ტელესკოპის კოსმოსში გაშვება. საქმე იმაში არ არის, რომ პლანეტებსა და ვარსკვლავებს მივუახლოვდეთ, არამედ იმაში, რომ დედამიწას გავშორდეთ. მიუხედავად იმ ყველა წინსვლისა, რაც საუკუნეების განმავლობაში მოხდა, ტელესკოპი მაინც მხოლოდ მილია, რომელიც სინათლეს აგროვებს და სანამ ტექნოლოგია ადამიანური ცივილიზაციის რევოლუციას ახდენდა, თავად დედამიწამ დაიწყო გაცილებით მეტი სინათლის გენერირება, რაც თავის მხრივ ქმნის ჩარევას, რაც ართულებს შორეული სამყაროს წვრილი დეტალების დანახვას. ამ შეზღუდვებისგან გასათავისუფლებლად, NASA-მ გამოიგონა პირველი კოსმოსური ტელესკოპი და მას ჩვენი ძველი მეგობრის, ჰაბლის სახელი დაარქვა. ეს დიდწილად იმიტომ, რომ კოსმოსური ტელესკოპის დიდი შესაძლებლობა იმაში მდგომარეობს, რომ იქ გააგრძელოს მუშაობა, სადაც ჰაბლმა და მისი თაობის ასტრონომებმა შეწყვიტეს. სამყაროში უფრო ღრმად ჩახედვა, ვიდრე ეს ოდესმე იქნებოდა შესაძლებელი დედამიწის ზედაპირიდან. ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი HST. კოსმოსურ ტელესკოპს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ერთ-ერთი ყველაზე დიდი უარყოფითი მხარე იყო ის, რომ ჰაბლი უნდა მოთავსებულიყო კოსმოსური შატლის სატვირთო ნაწილში. ეს საკმაოდ დიდი იყო სატელიტის ზომასთან შედარებით, მაგრამ საკმაოდ პატარა ტელესკოპისთვის. ამიტომ ჰაბლის მთავარი ამრეკლავის სარკის სიგანე შემოიფარგლა 7.8 ფუტით, 2.4 მეტრით. რაც უფრო მცირეა, ვიდრე 10 წლეულების წინ ნამდვილი მისტერ ჰაბლის მიერ გამოყენებული ტელესკოპის სარკე. მაგრამ კოსმოსურმა ტელესკოპმა ზომის ნაკლოვანება ტექნოლოგიით აინაზღაურა. ციფრული კამერების გამოყენებით, რომლებსაც ჩვენი თვალისთვის მიუწვდომელი სინათლის აღება შეეძლოთ. აი, როგორ გამოიყურება ეს უმარტივესად. სინათლე ტალღებად მოძრაობს და ეს ტალღები არსებობს სპექტრზე, ძალიან მაღალი სიხშირიდან ძალიან დაბა სიხშირემდე. სპექტრის ის ნაწილი, რომელიც ჩვენთვის ხილულია, დაახლოებით შუაშია. ხილული სინათლის ზემოთ უფრო მაღალ სიხშირეებში არის ულტრაისფერი UV, ხოლო ხილული სინათლის ქვემოთ უფრო დაბალ სიხშირეებში არის ინფრაწითელი IR. ჰაბლს შეუძლია დაინახოს ყველაფერი ხილულ სპექტრში, მაგრამ ასევე შეუძლია დაინახოს მთელი ულტრაისფერი სინათლე და ინფრაწითელი სინათლის ნაწილი, რასაც ახლო ინფრაწითელს ვუწოდებთ.
ეს მნიშვნელოვანია, რადგან როდესაც სინათლე სამყაროში მოგზაურობს, ტალღები იჭიმება. ასე რომ ის, რაც ვარსკვლავიდან მაღალი სიხშირის UV სინათლედ იწყება, მილიარდობით წლის განმავლობაში დაბალი სიხშირის ინფრაწითელ ტალღებად იქცება. ამიტომ იმისათვის რომ დავინახოთ სამყაროს უძველესი სინათლე, ანუ ჩავიხედოთ კოსმოსის ღრმა წარსულში, საჭიროა ამ ინფრაწითელ სიხშირეებზე წვდომა. ამის გაკეთება კი დედამიწის ზედაპირიდან ძალიან რთულია, რადგან ზედმეტად ბევრი ჩარევა მთელი სითბოსა და სინათლისგან. ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა ორი ძალიან მნიშვნელოვანი რამის მიღწევა შეძლო. ლამაზი გამოსახულებების შექმნა ირმის ნახტომისა და ყველა ახლო მდებარე galaktikis ყველაზე გასაოცარ ადგილებზე. მეორე და შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სამყაროს წარმოშობის შესწავლის დაწყება. სწორედ ამ დაკვირვებების მეშვეობით შემძლით საბოლოოდ სამყაროს ასაკის დადგენა. ასტრონომებმა დაადგინეს, რომ ახლანდელ მომენტსა და დიდ აფეთქებას შორის დრო 13.8 მილიარდი წელი იყო. მათ ასევე აღმოაჩინეს მტკიცებულებები ბნელი ენერგიისა და ბნელი მატერიის შესახებ, რომელიც უხილავი ძალაა და როგორც მიჩნეულია, განაპირობებს სამყაროს გაფართოებას. ჰაბლმა ასევე დაადგინა, რომ თითქმის ყველა ძირითადი galaktika, მათ შორის ჩვენი, თავის ცენტრში არსებული სუპერმასიური შავი ხვრელის გარშემო ბრუნავს. ამ დაკვირვებებმა საფუძველი ჩაუყარა ყველაფერს, რაც ჩვენი აზრით ვიცით სამყაროს წარმოშობის შესახებ, მაგრამ ამავე დროს ვიცით, რომ სრულ ისტორიას ვერ ვიღებთ. ვიცით, რომ ჰაბლი მხოლოდ ეხება ინფრაწითელ სპექტრს, მაგრამ მას არ შეუძლია უფრო ღრმად წასვლა, რადგან მისი მდებარეობიდან ჯერ კიდევ ზედმეტად ბევრი ჩარევა მოდის მზისგან. ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი JWST. ასე რომ ჰაბლის გამოცდილებაზე დაყრდნობით, ჩვენ გვჭირდება ტელესკოპი, რომელიც დედამიწის გარშემო უბრალოდ არ იმოძრავებს, არამედ დედამიწის ჭრდილში დაიმალება, სადაც მას შეეძლება სამყაროს უძველესი და ყველაზე ღრმა ინფრაწითელი სინათლის შეგროვება. ამან NASA-ს უბიძგა შეექმნა ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი, ჰაბლის ევოლუცია, რომელიც შეძლებს მრავალი წინა შეზღუდვის დაძლებას. იმის მიუხედავად, რომ ჯეიმს ვები და ჰაბლი წარმოუდგენლად განსხვავებულად გამოიყურებიან, ყველაზე დიდი ცვლილება არა დიზაინში, არამედ მათი ოპერირების ადგილმდებარეობაშია. ჰაბლი დედამიწის გარშემო ორბიტაზე მოძრაობს. NASA-მ ჯეიმს ვები დედამიწიდან 1 მილიონი მილის დაშორებით განათავსა. თვარის მიღმა ადგილას, რომელსაც L2 ლაგრანჟის წერტილი ეწოდება. ეს არის ადგილი, სადაც დედამიწისა და მთვარის გრავიტაცია თითქმის ბალანსდება. ასე რომ ობიექტი შეგიძლიათ ლაგრანჟის წერტილზე განათავსოთ და ის არ ჩაიჭედება დედამიწის ან მთვარის ორბიტაზე, მაგრამ მიყვება მათ, როდესაც ისინი მზის სისტემაში მოძრაობენ. ეს ფაქტობრივად კოსმოსური პარკირების ადგილია. თუ რამეს L2 წერტილზე დააყენებთ, იცით, რომ ის ყოველთვის დედამიწის ჭრდილში იქნება, როდესაც ის მზის გარშემო მოძრაობს. ეს მარტო შეაფერხებს მზის ინფრაწითელი ხელისშემშლელი შუქის დიდ ნაწილს. გარდა ამისა, ჯეიმს ვებს აქვს 7 შრიანი მზის ფარი, რათა კიდევ უფრო ღრმად ჩაიმალოს სიბნელეში. ფარის მეორე მხარეს არც კი არის საჭირო მილის გაკეთება ტელესკოპის ორი სარკის გარშემო, რადგან დასაბლოკე სინათლე აღარ არის დარჩენილი. ამან NASA საშუალება მისცა რაღაც განსაკუთრებული გაეკეთებინა ჯეიმს ვების მთავარი ამრეკლავის სარკით. მათ შექმნეს დასაკეცი დიზაინი 6 კუთხა ფილებისგან, რამაც საშუალება მისცა სარკეს მოთავსებულიყო რაკეტის შედარებით პატარა სატვირთო ნაწილში, კოსმოსში გაშვებისას. მაგრამ L2-ზე მისვლის შემდეგ სარკე 6.5 მეტრის სიგანეზე გაიშალა. ამ სარკის ზომა დედამიწაზე არსებულ უდიდეს ტელესკოპებს ეჯიბრება, მაგრამ მას აქვს ის უპირატესობა, რომ ის ყოველთვის სრულ სიბნელეშია მოქცეული. სწორედ ამიტომ იყენებს NASA ჯეიმს ვებს ძირითადად ინფრაწითელი დაკვირვებების ჩასატარებლად. ეს ტელესკოპი სამყაროს ზის ეხედავს, როგორც ეს არასოდეს ყოფილა შესაძლებელი და ამის არაერთი მტკიცებულება უკვე ცნობილია. ის ნათლად ხედავს სამყაროს უძველეს სინათლეს, რაც გვაბრუნებს იმ დროში, რაც ხდებოდა დიდი აფეთქების შემდეგ, თუ კი დიდი აფეთქება საერთოდ იყო. ვების თავისებურება ის არის, რომ მისი ხედვა იმდენად უნიკალურია, რომ ჩვენ მხოლოდ ახლა ვიწყებთ იმის გაგებას, თუ რას გვაჩვენებს ის. ჩვენ ჯერ არა პასუხებს, არამედ უფრო მეტ კითხვას ვიღებთ. მაგრამ ეს კარგია. ეს არის ის გზა, რომლითაც ეს პროცესი ყოველთვის მიმდინარეობდა. ტელესკოპი მხოლოდ ინსტრუმენტია, რომელიც შესაძლებლობებს ავლენს. დანარჩენს კი ადამიანის ცნობის მოყვარეობა და სამეცნიერო მეთოდი აკეთებს. წინ აღმოჩენებისკენ. ტელესკოპების მომავალი კიდევ უფრო შთამბეჭდავია, ვიდრე ის, რაც უკვე მოვიპოვეთ. ტექნოლოგიური პროგრესი ასტრონომიას პირველად აძლევს შესაძლებლობას ნამდვილად დაინახოს სიცოცხლის კვალი სხვა პლანეტებზე. გიგანტური მიწისზედა ტელესკოპები ცის თაღის უპრეცედენტო რეზოლუციას გვთავაზობს. მიწაზე შენდება ტელესკოპები, რომელთა სარკის ზომა 25-40 მეტრს აღწევს. ასეთი დიამეტრის ტელესკოპები შეძლებენ იმ დონეზე დაინახონ დეტალები, რაც აქამდე წარმოუდგენელი იყო.
დედამიწის მსგავსი ეგზოპლანეტების პირდაპირი ფოტოები, galaktikების ფორმირების ყველაზე ადრეული ეტაპები, შავი ხვრელების ფოტოები უფრო მაღალი რეზოლუციით, უფრო სწრაფი კორექცია, უკეთესი გამოსახულებები, რეალური დროის ანალიზი, კოსმოსის გაცილებით მკვეთრი სურათები და ასე შემდეგ. სამომავლო კოსმოსური ობსერვატორიები კი ვების ტელესკოპზე კიდევ უფრო მგრძნობიარენი და ჭკვიანები იქნებიან. უახლესი სამომავლო მისიებია Habitable Worlds Observatory HWO, ლუვოირი და Origins Space Telescope. მოკლედ, თუ მეცნიერების მხარდაჭერა გაგრძელდება და პოლიტიკოსები უბედურებასაც არ დაატრიალებენ, წინ საინტერესო აღმოჩენები გველოდება სამყაროს არსსა და ჩვენს ადგილზე ამ უკიდეგანო სივრცეში. რა თქმა უნდა, გელოდებით კომენტარების ველში. თქვენი გამოხმაურება ჩემთვის და ამ პროექტისათვის ძალიან საინტერესოა და გამოიწერე კოდის YouTube არხი.